პეტრე და წითელქუდა. საგაზაფხულო კინოთეატრის ღობეზე გაკრული პლაკატის წინ წითური ბიჭუნა დგას. მას კოხტა დაპრეხილი ჭორფლიანი ცხვირი აქვს. პეტრე, ასე ეძახიან ბიჭს, დაკვირვებით კითხულობს განცხადებას. მულტფილმი წითელქუდა. დასაწყისი 12 საათზე. ბილეთის ფასი 1 ლარი. და თავისთვის ლუღლუღებს. ძალიან მიყვარს მულტფილმები. რატომ აჩვენებენ ასე იშვიათად? დასაწყისი 12 საათზე. ახლა კი დიდ საათზე პარკის შესასვლელთან რომ ჰკიდია, ისრები 12-ს აჩვენებს. მაგვიანდება. ბიჭი ჯიბეებს იჩხრეკს და ხურდა ფულს ითვლის. აი, 95 თეთრი. არა უშავს. პეტრე ღობის გასწვრივ გარბის, კინოთეატრის სალაროსთან მივარდება. სალაროს სარკმელი დაკეტილი ხვდება, ზედ აბრა ჰკიდია. ყველა ბილეთი გაყიდულია. პეტრე ერთხანს ჩერდება. სახეზე უკმაყოფილება და დაბნეულობა ახატია. ესეც ასე. ხომ ვიცოდი, ბედი არ მაქვს. ღობის იქით მუსიკა უკრავს, ბავშვების მხიარული შეძახილები და ტაში ისმის. დაღვრემილი პეტრე ნელა მიაბიჯებს კინოთეატრის ღობის გასწვრივ. ნეტა, ცალი თვალით მაინც დამანახა. ამ დროს ბიჭმა ღობეზე პატარა ნაპრალი შეამჩნია. შიგნით შეიჭყიდა. არაფერი ჩანს, ბნელა. გონი ფიცარი კარგად არ არის მიჭედებული, შევძვრე? ვითომ რა მოხდება? ბილეთის ფული ხომ მაქვს? აი, 95 თეთრი. ჩემი ბრალი ხომ არ არის ყველა ბილეთი რომ გაყიდულია? არა უშავს. პეტრე ფიცარს განზე სწევს, ძლივძლივობით შეძვრება და იმალება. კინოთეატრის დარბაზში ბავშვების შეძახილები გაისმის. ტაშს უკრავენ, ფილმი ესეცაა დაიწყო. ეკრანზე დიდი ასოებით დაეწერა, წითელქუდა. უეცრად ეკრანზე წარწერის უკან ბიჭუნა გამოჩნდა. ფეხაკრეფით მოდის ეკრანის შუაგულამდე. შემცვარი და დაბნეულია. ეს ბიჭი პეტრეა. კიდევ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამს და ეკრანზე კითხულობს. დუკლეთით ვერაფერი გავიგე. აქ ძალიან ბნელა. წარწერა ქრება და პეტრე უეცრად ზღაპრულ ტყეში აღმოჩნდება. გარშემო გაოცებული იყურება. სად ვარ? ირგვლივ უზარმაზარი და გაბურწკნული ნაძვებია, სხვადასხვა ფერის და ზომის ფანტასტიკური ხასხასა ყვავილები, რუხი მოლი, მოციმციმე გვირილები, უზარმაზარი სოკოები. ვაი? კურდღელი პირდაპირ პეტრისკენ მოხდის. ვაი? წამოიყვირა კურდღელმაც. პეტრე და კურდღელი ერთხანს შეშინებულები შეჰყურებენ ერთმანეთს. როგორ შემაშინე? უთხრა პეტრემ. მაპატიეთ. დაიწრიპინა კურდღელმა. მეგონა, აქ არავინ იყო. მე უნდა დავიწყო მულტფილმი. დღეში უნდა ვიხტუნაო. რომელი მულტფილმი? იცით რა? მე მულტფილმის კურდღელი ვარ. ყოველ მულტფილმს კურდღელი იწყებს და მეც უნდა ვიხტუნაო ყველა მულტფილმის დაწყების წინ. რატომ? არ ვიცი, ასე ამიღებული. უეცრად პეტრეს ვიღაცის იდუმალი ხმა შემოესმა. აი ისეთი ხანდახან ტელევიზორიდან რომ ისმის ხოლმე. უძველეს დროს ერთ ზღაპრულ ქვეყანაში. ეს ვინღა? კითხულობს შეშინებული პეტრე. ეს მთხრობელია. ის ბავშვებს ფილმის შინაარს მოუთხრობს ხოლმე, თუმცა ისედაც ყველაფერი გასაგებია. რატომ? არ ვიცი, ასე ამიღებული. ახლა კი ჩემი ჯერია. კურდღელი ბუჩქებში ხტება და იმალება. იმ უძველეს ზღაპრულ დროში, რომელიც შეთხზა გამოჩენილმა ფრანგმა მეზღაპრემ შარლ პერო, იყო და არა იყო რა? ეი, ბიჭუნა, აქ რას აკეთებ? მე არაფერს. აქ როგორ მოხვდი? მე შემთხვევით, არ ვიცოდი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო. ძალიან მიყვარს მულტფილმები და შემოვიპარე. და პირდაპირ ფილმში შემოიჭერი? ხრა არიან ეს ბიჭები. განზრახ არაფერი გამიკეთებია. ფულიც ამაქვს, აი 95 თეთრი. ამ წუთში ვეკაბრძანდი აქედან. სად წავიდე? კარგი, დაიმალე სადმე. ჩუმათი ჯექი და ხელს ნუ მიშლი. პეტრე დიდი, ზღაპრული მუხის უკან მიიმალა. არ ჩანვარ? ასე იჯექი სეანსის ბოლომდე. მაშასე, უძველეს დროში იყო და არა იყო რა? იყო კარგი დამჯერი გოგონა.
მას ყველა წითელ ქუდას ეძახდა. ხის უკან პეტრეს თავი გამოჩნდა. თხრობელო, თხრობელო, ხო გითხარი დაიმალე მეთქი, შენ კიდე აქ ხარ? თხრობელო, აქ ყოფნა არ შემიძლია, ჭიანჭველების დიდი ბუდე ხატია. შეიძლება აი იმ მეორე ხეს ამოვეფარო? კარგი, ოღონდ ჩქარა, მოქმედებას ნუ აყოვნებ. პეტრე გარბის და დიდ ბუჩქს ეფარება. წითელ ქუდა კარგი, დამჯერი გოგონა იყო. მას ძალიან უყვარდა თავისი მოხუცი ბებია. ტყეში წითელ ქუდა მოდის და მოიმღერის. სადაც უნდა ვიყო, ცნობენ წითელ ქუდას, დედიკოც და მამიკოც, ქუდით ცნობენ მუდამ. პეტრე ხელს უქნევს გოგონას. ეი, გოგონა, წითელ ქუდა. წითელ ქუდა ჩერდება და პეტრესკენ იყურება. ვინმე ძახის? და სწორედ ამ დროს გამოჩნდა უშველებელი რუხი მგელი. პეტრე კვლავ ბუჩქის უკან მიიმალა და სასოწარკვეთილი ჩურჩულებს. მგელი, ასეც ვიცოდი. მგელი კი პირის ცმაცუნით უახლოვდება წითელ ქუდას და ეშმაკურად ეუბნება. გამარჯობა წითელ ქუდა, საით გაგიწევია? წითელ ქუდა თავს დაბლად უხრის მგელს და წკრიალა ხმით პასუხობს. გამარჯობა ბატონო მგელო, თუმცა დედამ გამაფრთხილა არავისთვის გამეცა ხმა, მაგრამ თქვენ მაინც გეტყვით, ბებიასთან მივდივარ. ავადა, დედამ გემრიელი ღვეზელი გამომიცხო და თხოვა წაუღეო. ამ დროს პეტრე კვლავ გამოჩნდა. გოგონას ხელს უქნევს შორიდან და აღშფოთებული ბურტყუნებს. გაჩუნდი, რა ენა ჭარტალები არიან ეს გოგოები? გაჩერდი. პეტრე გოგონასთან მიირბენს და კაბაზე ხელს წაავლებს. ვაი, ყვერის წითელ ქუდა და უცნობის დანახვაზე შიშით უკან იხევს. თქვენ ვინ ახართ? პრინცი? ჯადოქარი? მე პეტრე ვარ. გამარჯობა ბატონო პეტრე. მოგზალებით მიესალმა წითელ ქუდა პეტრეს და თავი დაბლად ახარა. თუმცა დედამ უცნობებთან ლაპარაკი ამიგზალა, თქვენ მაინც გეტყვით. ორი დამიგდე წითელ ქუდა. სიტყვა შეაწყვეტინა გოგონას აღელვებულმა პეტრემ. გესმის რა ჩაიდინე? ახლა მგელი შენს ბებიას შეახრამუნებს. მგელი შეახრამუნებს ბებიას? რა საკვირველია, როგორც ეს წიგნში წერია. სიცრუეა, შეუძლებელია, თქვენ ცდებით ბატონო პეტრე. როგორ? შენ არ წაგიკითხავს ზღაპარი წითელ ქუდას შესახებ? შეშინებული გოგონა ატირდა. არა, არ წამიკითხავს, მე თვითონ ვარ წითელ ქუდა. გოგონას გულუბრყვილობამ პეტრე აღაშფოთა. ვიდრე შენ აყვავილებს კრებ, გელი ალბათ უკვე ბებია შენის სახლის კარზე აკაკუნებს. აკაკუნებს? ბებიასთან? ხო, აბარა, გელი დაუკაკუნებს. რომელი ხარო? კითხავს შენი ბებია. გელი კი წვრილი ხმით უპასუხებს. ეს მე ვარ შენი საყვარელი წითელ ქუდა. პეტრე, ეს ყველაფერი საიდან იცი? პატიოსან სიტყვას გაძლევ. მე თვითონ წავიკითხე. ყველა ბავშვმა ზეპირად იცის ეს ზღაპარი. რას ნიშნავს პატიოსანი სიტყვა? პატიოსანი სიტყვა? ყველაზე პატიოსანი სიტყვა. როგორც რაინდული სიტყვა? რაინდული სიტყვა როგორ შეედრება პატიოსანს. ბატონო პეტრე, მჯერა თქვენი პატიოსანი სიტყვის. მაშინ რაც ზალი დაღონე გაქვს გაიქეცი. მეტყევესთან შეაგროვე მონადირეები და სწრაფად მიაშურე ბებიას სახლს. გაიგე? თქვენ რა სიზამთ? მე კი ბებიას გადასარჩენად გავიქცევი. პეტრე და წითელ ქუდა სხვადასხვა მხარეს გარბიან. გამოჩნდა დიდი რუხი მგელი. ის ფეხაკრეფით მიემართება ბებიის სახლისკენ. თხრობელმა კი ზღაპარი გააგრძელა. ამ დროს კი მგელმა მოკლე გზით მიაშურა სახლს, სადაც ბებია ცხოვრობს. ეკრანზე ისევ აქოშინებული პეტრე გამოჩნდა. ბიჭო, შენ ისევ აქ ხარ? მაპატიეთ, ქალბატონო მთხრობელო, მაგრამ პატიოსან სიტყვას გაძლევთ. არ შემიძლია მშვიდად ვუყურო, როგორ იღუპება მოხუცი. მაპატიეთ. თქვა პეტრემ და გაიქცა. ეს ბიჭი მულტფილმის შინაარს აფუჭებს. ჩაიბოზღუნა გაღიზიანებულმა მთხრობელმა. მგელი კი ამ დროს ტყის ბილიკით მიძუნძულებს. ეი, მგელო, თუ შეიძლება შეჩერდით? მგელმა პეტრეს ხმა გაიგონა, უკმაყოფილოდ მობრუნდა, შეჩერდა და აქეთ-იქით დაიწყო ყურება. რაშია საქმე? მრისხანეთ კითხა მგელმა პეტრეს. გინდა რომ შეგჭამო? ვერ მოასწრებთ.
მონადირეები აქეთ მორბიან. მონადირეები? დიახ, სწორედ ამ გზით, თოფებით, პირდაპირ თქვენსკენ. თქვენ კი, თუ არ ვცდები, ბებიასში საჭმელად მიდიხართ. დიახ, უпростоრად, რას ამბობთ? საიდან იცით? ეს ყველა ბავშვმა იცის. გზას გადაუხვიეთ. ბებია არსად გაიქცევა. ოჩახ ბიჭუნა, ამ რჩევისთვის აღარ შეგჭამ. გმადლობთ. დროს ნუ დაკარგავთ. მგელი უკან ბრუნდება და ტყეში შედის. პეტრე პირდაპირ კრამიტი სახურავიანი სახლისკენ გარბის, რომელიც უკვე გამოჩნდა კიდეც. ბებიას ოთახში ბებია ხის დიდ საწოლში წევს და წინდას ქსოვს. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. ბებიამ სათვალე შუბზე აიწია და გასძახა. რომელი ხარ? კარს უკან პეტრეს ხმა გაისმა. მე ვარ წითელქუდა. სახელური მოსწიე შვილო და კარიც გაიღება. კარი გაიღო და ოთახში გაბურწნული პეტრე შემორბის. ვაი! ჩქარა დაიმალეთ, მგელი აქეთკენ მოდის, თქვენი შეხრამუნება უნდა. რა გამოთქმა შეხრამუნება? რომელი მგელი? აქ როგორ მოხდი? ვინა ხარ? დაიმალეთ, მგელი აუცილებლად მოვა, ზღაპრის მიხედვით აუცილებლად უნდა შეგჭამოთ. რა ზღაპრებს მიყვები, ბიჭუნა? გაფაციზებული პეტრე ფანჯრისკენ იყურება და რაღაცას აჩვენებს. აი ისიც, მგელი. ბებია ფანჯარაში იხედება, მგელს შეამჩნევს. შეშინებული საწოლიდან წამოვარდება. პეტრე კარადას აღებს და ბებიას მალავს. შემდეგ კარადიდან დიდ ფუთას გამოიღებს და საბნის ქვეშ შედებს. ქოთანს ჩამოაფხატავს, სათვალეს გაუკეთებს, ბალიშზე დადებს და კარს უკან იმალება. კარებზე აკაკუნებენ. ვინა ხარ? ეკითხება პეტრე მგელს და ცდილობს ბებიის ხმას მიბაძოს. ეს მე ვარ, წითელქუდა. მოწიე შვილო, სახელური და კარი გაიღება. მგელი სწრაფად აღებს კარს და ერთი ნახტომით ამოყობს თავს ბებიას ოთახში. პეტრე დროს იხელძებს და შეუმჩნევლად ეზოში გადის. მგელი საზარელი ხარხარით მივარდება ფუთას, რომელიც სახელდახელოდ გააკეთა პეტრემ და თვალის დახამხამებაში გადაყლაპა, მაგრამ იქვე ზიზღით გადააფურთხა. ფუი, საშინლად უგემური ბებია. ბურტყუნებს უკმაყოფილოდ. ნამდვილი ბებია კი კარადაში გულწასული ეცემა. ეზოში გასული პეტრე თავზე წითელ ქუდს იხურავს და კარზე აკაკუნებს. როგორც კი კაკუნის ხმა გაიგონა, მგელმა ბებიას ხალათი მოიხურა, თავზე ჩაჩი დაიხურა, სათვალე გაიკეთა და სასწრაფოდ ლოგინში ჩაწვა. პეტრემ უფრო მაგრად დააკაკუნა. მგელმა ბებიის ხმა მიიღო და გასძახა. ვინა ხარ? პეტრემ წითელქუდას ხმით უპასუხა. მე ვარ წითელქუდა. გამოწიე შვილო, სახელური და კარი გაიღება. სადა მგელმა ბებიის ხმით ეპასუხა. პეტრე ნელა შემოვიდა ოთახში და რევერანსით ეუბნება მგელს. გამარჯობა, ჩემო საყვარელო ბებია. გამარჯობა, ჩემო შვილიშვილო წითელქუდა. დაწვრილებული ხმით უთხრა მგელმა. მომიახლოვდი. პეტრე საწოლს მიუახლოვდა და სკამზე ჩამოჯდა. ფანჯრისკენ გაიხედა და თავისთვის ჩაელაპარაკა. თუ დაიგვიანებენ, ალბათ მულტფილმის დასასრული აღარ მეღირსება. რას უყურებ, ჩემო პატარავ? ისევ წვრილი ხმით ჰკითხა მგელმა. ჩიტი მოფრინავს, ბები. უპასუხა პეტრემ. წითელქუდა. რატომ გაქვს ცხვირი ასე აპრეხილი? იმიტომ რომ უფრო კარგად ვატრიალო აქეთ იქით. ასე, სად გაქრა შენი ოქროსფერი ნაწნავები? მომაჭრეს, მგელმა რომ არ დამაწიწკნოს. შარვანი რატომ გაცვია? მგელს რომ ადვილად გავექცე. ჰო, კიდევ რას ხედავ ფანჯარაში? ისევ გაფრინდა ჩიტი, ბებიკო. საოცარი წითელქუდა. რაღაც ასე არ უნდა ვსაუბრობდეთ. თავისთვის ჩაელაპარაკა მგელმა და მერე ისევ ბებიის ხმით მიმართა პეტრეს. მითხარი, გოგონა,
რატომ მაქვს ასეთი დიდი ყურები? ალბათ იმიტომ, რომ კარგად გაიგონო მონადირეების ფეხის ხმა. მგელი შეშინდა. მონადირეები? აბა თუ იცი, რატომ მაქვს ასეთი დიდი თვალები? რათა უკეთ შეამჩნიო, როგორ ტენიან მონადირეები თოფებს. მგელი ნელ-ნელა ყველაფერს ხვდება და ბრაზდება. ახლა კი მითხარი, საძაგელო ბიჭო, რატომ მაქვს ასეთი დიდი კბილები? პეტრემ ვერც კი მოასწრო პასუხის გაცემა, რომ მგელმა საბანი გადაიხადა. ლოგინიდან წამოხტა და საშინელი ღმუილით მივარდა ბიჭს. ხარზე თოფ გადაკიდებული მონადირეები სახლს უახლოვდებოდნენ. წინ წითელქუდა მოუწყვით. სახლთან ჩერდებიან. პატიოსან სიტყვას გაძლევთ, მგელი აქ არის. ბებიას ოთახში ყველაფერი არეულ-დარეულია, ავეჯი გადმოყირავებული, ჭურჭელი დამსხრეული. მგელი საშინელი ღმუილით დასდევს პეტრეს დასაჭერად. ბიჭი კი მოხერხებულად უსხლტება. მოულოდნელად კარი და ფანჯრები იღება და თოფების გრძელი ლულები ჩნდება. თათები მაღლა! ერთხმად იძახიან მონადირეები. დარცხვენილი მგელი თათებს მაღლას წევს. მონადირეები გრძელ ჯოხზე გადაკიდებულ მგელს მოათრევენ, რომელსაც თავზე ჯერ კიდევ ბებიას ჩაჩი ახურავს. ერთი მონადირე ბუქს უკრავს, დანარჩენები მღერიან. ამ დროს კი ბებიას ოთახში წითელქუდა პეტრეს ეკითხება. პეტრე, ნუ თუ ამ სასიზღარმა მგელმა ბებია შეახრამუნა? რა გამოთქმაა შეახრამუნა? პეტრე კარადის კარებს ფართოდ აღებს და იქიდან ბებია გამოდის. გახარებული ბებია და წითელქუდა ერთმანეთს ეხვევიან. ბატონო პეტრე, თქვენ ნამდვილი რაინდი ბრძანდებით. პეტრემ დაირცხვინა. რაინდი რისი მაქნისია? მე პატიოსანი სიტყვის კაცი ვარ. ასე დაისაჯა ხარბი და ბოროტი მგელი. ზღაპარიც დასრულდა. შენ კიდე აქ ხარ ბიჭო? მაპატიეთ ქალბატონო მთხრობელო, მე არ მინდოდა, მაგრამ სხვაგვარად არ შემეძლო მოუქცეულიყავი. შენ კარგად მოიქეცი. გულადი და პატიოსანი ხარ და ამიტომაც გაპატიეს სცენარის გაფუჭება. მადლობთ ქალბატონო მთხრობელო. ეკრანზე წარწერა გამოჩნდა. დასასრული. პეტრე კი კითხულობს. ილურ სასად. მაშ წავედი, დედა მელოდება. თქვა პეტრემ და ეკრანიდან მოხერხებულად გადმოხდა.